მოგესალმებით. წლების განმავლობაში გერმანია იყო წარმატებული ევროპული პროექტის სახე. ამას თავისი ძლიერი მიზეზები ჰქონდა. ავტოწარმოებით დაწყებული და საყოფაცხოვრებო ტექნიკით დასრულებული გერმანული პროდუქტი ხარისხის სინონიმი იყო. გერმანია იყო ევროკავშირის ეკონომიკური ძრავა, რომელზეც მეტწილად იყო დამოკიდებული ევროკავშირის ეკონომიკური ძლიერებაც და შესაბამისად პოლიტიკური წონაც. თუმცა ვითარება შეიცვალა პირველ რიგში გერმანიისა და გერმანელებისთვის. და ეს ცვლილება პირველ რიგში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ deep state-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიერ ევროპული ქვეყნების პოლიტიკური ელიტისა და ევროკავშირის ბიუროკრატიის დამორჩილებაში გამოიხატა. მორჩილი პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ატარებენ ანტიევროპულ პოლიტიკას. ერთი საკითხია ის, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცა გერმანიის მხრიდან, რაც შეიძლება მეტი ფინანსების გამოყოფა უკრაინის ომისთვის და პარალელურად იაფ რუსულ ენერგორესურსებზე უარის გამოცხადება. აქ იგულისხმება ჩრდილოეთის ნაკადების აფეთქებაც, ატომურ ენერგიასთან ბრძოლაც, სანქციების პაკეტები რუსეთისთვის, რომელიც უფრო მეტად ვნებს ევროპისა და გერმანიის ეკონომიკას და რა თქმა უნდა მწვანე პოლიტიკის ახირება. გერმანული გაზეთი ველტი წერს, რომ ევროკომისია კლიმატურ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საეჭვო ლობირებისთვის გერმანელი გადასახადების გადამხდელების ფულს უხდიდა და სურდა, რომ ეს საიდუმლოდ დარჩენილიყო. ყველა აღნიშნულიდან სწორედ მწვანე პოლიტიკა არის ის მიმართულება, რითაც უკვე წლებია გერმანიის ენერგო უსაფრთხოება და ეკონომიკა ნადგურდება, რადგან იაფი ენერგია განაპირობებდა გერმანიის ინდუსტრიის განვითარებას, ხოლო ენერგოსისტემის მოშლა იწვევს ქვეყნის დეინდუსტრიალიზაციას. ეს არის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ deep state-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიზანი. ევროკავშირი არ უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკურ-პოლიტიკური პოლუსი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე. პირველ რიგში ევროკავშირს არ უნდა შეეძლოს შტატების ეკონომიკისთვის კონკურენციის გაწევა. ეს გეგმა განსაკუთრებით გააქტიურდა 2006 წლის შემდეგ, როცა ევროკავშირის ეკონომიკამ 1,5 ტრილიონი ევროთი აჯობა შტატების ეკონომიკას. იმისთვის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა დასუსტდეს და არაკონკურენტუნარიანი გახდეს, პირველ რიგში საჭიროა, რომ ძლიერი დარტყმა მიიღოს გერმანიამ, როგორც ევროკავშირის ეკონომიკურმა ძრავამ. ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პოლიტიკა, რომელსაც ბოლო 10 წლეულების განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ხელისუფლება ატარებს. უფრო სწორად თუ ვიტყვით, ერთი და იგივე პარტიები ატარებენ გერმანიის დამანგრეველ პოლიტიკას. უბრალოდ კოალიციაში ამ პარტიების პროცენტული წილი არის სხვადასხვა და კანცლერები იცვლიან ხოლმე სახეებს. უბრალო ამომრჩეველს კი ამ ფასადურ გადანაცვლებას ხელისუფლების შეცვლად სთავაზობენ. ეს არის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ deep state-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მართვის მეთოდი. ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტა მისი მარიონეტები არიან. შესაბამისად, მთავარი სახე ან კანცლერი ვინ იქნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი დაკვეთების შესრულებაა. ეს დაკვეთები სრულდება და ამას მოწმობს ფაქტებიც. გერმანიამ დროთა განმავლობაში ჯერ ატომურ ენერგიაზე თქვა უარი. პარალელურად მწვანე ენერგეტიკაზე დაიწყო გადასვლა. 2023 წლის 16 აპრილის ღამეს გერმანიამ გამორთო ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი 3 ატომური ელექტროსადგური. 2000-იან წლებში ქვეყანაში მოქმედებდა 19 ატომური ელექტროსადგური. ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ ანგელა მერკელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ატომური ენერგეტიკა მეტად სახიფათოა და ელექტროსადგურების ეტაპობრივი გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას მაშინვე ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 2/3. დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ლოგიკურად და რაციონალურად მიიჩნევს, თუკი გერმანია ატომურ ენერგიას ისევ დაუბრუნდება. ატომურ ენერგიასა და იაფ რუსულ გაზზე უარის თქმით გერმანია იაფ ენერგორესურსებს მოსწყდა და მიიღო ის შედეგი, სადაც დღეს არის. გერმანიის მთავრობამ შეამცირა მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 2025 წლისთვის და ახლა ელოდება ეკონომიკის სტაგნაციას, მაშინ როცა მანამდე 0,3%-იან ზრდას ელოდა. 2024 წლის ოქტომბერში გერმანიის მთავრობა ელოდა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 1,1%-ით გაიზრდებოდა 2025 წელს, მაგრამ იანვარში მან შეამცირა ზრდის პროგნოზი
0.3%-მდე. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ დაწყებულ სავაჭრო ომთან დაკავშირებული გაურკვევლობა უარყოფითად აისახება გერმანიის ეკონომიკაზე. ეკონომიკის სტაგნაციის რეალური მიზეზები სწორედ განზრახ დამაზიანებელ ენერგეტიკულ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მარიონეტი გერმანიის ხელისუფლება და ევროკომისია მიზანმიმართულად აზიანებდა გერმანიის ეკონომიკას. ამის დასტურია ისიც, რომ ევროკომისია გერმანიის ბიუჯეტის ფულით ლობირებდა გერმანიაში ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქვანახშირის ინდუსტრიის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. აქ ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში იმას, რომ გერმანიის ბიუჯეტის ფული გერმანიის ეკონომიკის წინააღმდეგ იხარჯება. მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ ეს თანხები ფარულად იხარჯებოდა. ესეც კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენება ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის ევროკავშირში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამიტომ არავის არ უყვირს და არც უნდა გაუკვირდეს ის, რომ საქართველოშიც ევროკავშირის ფული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით პარლამენტზე შტურმისთვის, რევოლუციის მოწყობისა და ხელისუფლების შეცვლის მცდელობისთვის გამოიყენება. აქამდეც ყოფილა ინფორმაციები იმაზე, რომ ევროკავშირში მწვანე პოლიტიკის შირიმით ფული პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ იხარჯებოდა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მედია წერდა ევროკომისიის აღიარებაზე, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფონდები გამოიყენა მემარცხენე არასამთავრობო და კლიმატის ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები. აქვე ვთქვათ მეორე უკვე ოფიციალურად გაჟღერებული ინფორმაციაც. ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე პოლიტიკის, კვლევების, მიგრაციისა და გარემოს დაცვით სფეროებში 2021-2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. თუმცა დაუდგენელია თუ რა თანხები რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რა მიზნებით ერიცხებოდა. ანტიგერმანული პოლიტიკისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებაზე ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ფონ დერ ლაიენი ახალ სკანდალში ეხვევა. გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს საიდუმლო კონტრაქტებს უფორმებდა, სოლიდურ თანხებს უხდიდა და გერმანული კომპანიების წინააღმდეგ ამუშავებდა. სკანდალური გამოძიების დეტალებს გამოცემა Weltham Zontangi ბეჭდავს სათაურით საიდუმლო ხელშეკრულებები ევროკომისიამ აქტივისტებს კლიმატური ლობიზმისთვის გადაუხადა. სტეფან ბოიტელსბახერი, ენერგეტიკის ექსპერტი, ამბობს, რომ ძირითადი დარტყმა NGO სექტორს გერმანული ქვანახშირის ელექტროსადგურებზე უნდა მიეტანათ. მათი მთავარი ამოცანა იყო კომპანიების სასამართლო პროცესებში შეყვანა და მათი საქმიანობის შეფერხება. დაფინანსდა და მიზანმიმართულად წახალისდა მაგალითად ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელად Client Earth, რომელსაც უნდა ჩაეყენებინა გერმანული ქვანახშირის ელექტროსადგურები სასამართლო დავებში, რათა, როგორც კონტრაქტში სიტყვასიტყვით წერია, გაზრდილიყო ოპერატორების ფინანსური და სამართლებრივი რისკი. ამ მიზნისთვის Client Earth-მა 350,000 ევრო მიიღო. ევროპარლამენტარი მონიკა ჰოლმაიერი აქცენტს ევროკომისიის გასაიდუმლოებულ ლობიზმზე აკეთებს. ამბობს, რომ კონტრაქტებიც დახურული იყო და ლობიც შენიღბული. დაფიქსირდა, რომ სამუშაო პროგრამებში აღწერილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელების საქმიანობები, რომლებიც ვთქვათ ჩვენ პარლამენტარების თვალსაზრისით სრულიად არადამაკმაყოფილებელია და შეიცავს ერთგვარ საიდუმლო პოლიტიკური ლობის პრაქტიკას. ბევრი რამ კვლავ რჩება გაუმჭვირვალე და პრობლემური. ასევე დაფიქსირდა თანხების გადინება ევროკავშირის დეპუტატების ზემოქმედებისთვის წინასწარი ხმის მიცემისას, პესტიციდებისა და ქიმიკატების საკითხებზე. ჰოლმაიერი ქრისტიან-სოციალისტური კავშირის წევრია. ევროკავშირის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტში მუშაობს და ევროპარლამენტში EPP-ის უმსხვილეს ჯგუფს წარმოადგენს. ის რამდენიმე გასაიდუმლოებულ კონტრაქტს ნახავს. დეტალურად შეისწავლის და იტყვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირისგან მიღებულ გრანტებს რადიკალური პროექტებისთვის იყენებდნენ. ეს პროექტები კი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი გრანტები მხარდაჭერას უწევდა ადგილობრივ პროტესტებს, რომელთაგან ზოგიერთი ძალადობაში გადაიზარდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს ბოროტად იყენებდა. ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ გაჟღერებულ ამ ბრალდებებს მხარს უჭერს ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქციაა. საინტერესოა, რომ თავად ქალბატონი ლაიენიც ამ ფრაქციის წევრია.
ქვანახშირის ელექტროსადგურებზე იერიშს ევროკომისია წარმოშობით გერმანელი ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახორციელებს. მაშინ როცა გერმანიას ატომური ელექტროსადგურები გამორთული აქვს, რუსულ იაპგაზზე სანქციები უდევს და ერთადერთი რესურსი, რომელსაც ელექტროენერგიის საწარმოებლად იყენებს ქვანახშირია. ის რაც გერმანიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შესაბამისად ეკონომიკას ემართება, არის საუკეთესო ნიმუში, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის გავლენებმა. ატომური რეაქტორის გამორთვის გადაწყვეტილებას სუვერენიტეტ წართმეული გერმანია 2011 წელს მიიღებს. ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფის შემდეგ. პროცესი მაშინვე იწყება. 2023 წლის აპრილში ბოლო 3 რეაქტორიც გამორთეს. 2022 წელს ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ბერლინს თითქოს არჩევანს არ უტოვებს. უკრაინის ომის ფონზე აიძულებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს და გერმანია უკვე იაფი გაზის გარეშე რჩება. სკანდალური გამოძიება აჩვენებს, რომ სწორედ ამ ფონზე ფორმდება საიდუმლო კონტრაქტები. არასამთავრობო ორგანიზაციებს ერიცხებათ სოლიდური თანხები და იწყება სასამართლო პროცესები. მიზანი: ქვანახშირზე მომუშავე სადგურების მუშაობის შეფერხება და მისი საბოლოოდ გაჩერებაა. გერმანიის ეკონომიკას პირველ დარტყმას ატომური სადგურების გაჩერება აყენებს. რუსულ იაპგაზზე უარის თქმა ავტომრეწველობას ჩამოშლის. ქარხნები გაჩერდება, კომპანიები გაიქცევიან. ეკონომიკური ზრდა ნულს უტოლდება. ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევს გერმანელ ხალხში. Deutsche Welle-ს ბიზნეს ექსპერტი იან როზენოვი ატომური ენერგეტიკის გამორთვას შეცდომას უწოდებს. ვფიქრობ, შეცდომა იყო ჯერ ატომური ენერგეტიკის გამორთვა და მხოლოდ ამის შემდეგ ქვანახშირისგან დისტანცირება. ესეთი თანმიმდევრობა არასწორი იყო, რაც გავლენას ახდენს დღევანდელ მდგომარეობაზე. ძირითადი გამოწვევა ინდუსტრია, შენობები და ტრანსპორტია, სადაც განახლებადი ენერგიის წილი ჯერ კიდევ დაბალია. გერმანიის ენერგოსისტემა არ არის მზად სიღრმისეული განახლებადი ენერგიების ინტეგრაციისთვის. სამაგიეროდ ევროკრატები არიან კმაყოფილი. ახლა ის ფარულ გარიგებას ახალ კოალიციასთან დებს და საკუთარ პირობებსაც თამამად უყენებს. ამ კულუარულ გარიგებებზე პოლიტიკო წერს. პოზიცია სტატიის ჰედლაინშიც იკითხება. ევროკავშირის კლიმატური გეგმის კულისები. როგორ შეცვალა ვოპკე ჰუქსტრამ თამაშის წესები. ვოპკე ჰუქსტრა ევროკავშირის კლიმატის კომისარია. პოლიტიკო წერს, რომ ის აქტიურად ჩაერთო გერმანიის კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში. ახალ კოალიციას ის არწმუნებს მიიღოს ევროკავშირის კლიმატური ვალდებულებები 2040 წლამდე. მანამდე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ბრიუსელის ზეწოლას შოლცის კოალიციაზე მწვანეების მეშვეობით ახდენს. ეკონომიკურად ჩამოშლილი ქვეყნის მართვა მარტივი ხდება და ბრიუსელიც, როგორც ვხედავთ, ამ ამოცანას თავს მარტივად ართმევს. არა მხოლოდ ქვანახშირის ელექტროსადგურებს უქმნის პრობლემებს, არამედ ცდილობს ბერლინს სარფიანი შეთანხმებების გაფორმებაც ჩაუშალოს. ევროაქტივის სტატიას ხმაურიანი სათაური აქვს. ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის კომისიამ გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები გერმანიაზე თავდასხმისთვის დააფინანსა. სტატია გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ NGO-ებს მიცემული ჰქონდათ ამოცანა წინააღმდეგობა გაეწიათ მერკოსურის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისთვის. სხვა ჯგუფებსაც გადაუხადეს თანხები იმისთვის, რომ მათ ევროპარლამენტის დეპუტატებზე გავლენა მოეხდინათ, განსაკუთრებით ქიმიკატებისა და მცენარეთა დაცვის საკითხებზე გადამწყვეტი კენჭისყრების წინ. გრიფით საიდუმლო დოკუმენტებში ყველა დეტალი გაწერილია, მათ შორის NGO-ების ვალდებულებებიც. გამოაქვეყნონ გარკვეული რაოდენობის პოსტები სოციალურ ქსელებში, დაწერონ ლობისტური წერილები და მიმართონ ევროპარლამენტის წევრებს. გამოდის, რომ რამდენადაც დახურული და გასაიდუმლოებულია კონტრაქტები და დაფინანსება, იმდენადვე დეტალურად არის გაწერილი ყველა ის ვალდებულება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები დავალების სახით იღებენ. ჟურნალისტური გამოძიების დასკვნის მიხედვით ყველაფერი ეს ძალიან საეჭვოდ გამოიყურება და შესაძლოა დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდეს. გერმანიაში დიდი ხმაური ატყდა. აღმოჩნდა, რომ ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს გერმანიის ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებს, თანაც გერმანელების ფულით, ფარულად და ჩუმად. ყოველთვის, როცა ბერლინი საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს, ბრიუსელი მის მოსათვინიერებლად NGO სექტორს აყვირებს. ამიტომაც ახლა უკვე ევროპარლამენტში დგება არასამთავრობოების გამჭვირვალობის საკითხი.
დისკუსია დაწყებულია. ეს სკანდალური ისტორია კარგად აჩვენებს, როგორ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ Deep State, ანუ გლობალური ომის პარტია. როგორ ცდილობს ის ქვეყნების ჯერ დასუსტებას და შემდეგ დამორჩილებას. საქართველოში უკვე დიდი ხანია NGO სექტორი პოლიტიკაში აქტიურობს. ხან დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს აცხადებს გაყალბებულად, ხან ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ურჩევს გადადგომას, ხან ომს ითხოვს, ხან სანქციებს, ხან რევოლუციურ სამზადისშია. რა თქმა უნდა, ისიც იღებს გრანტებს, რომელიც სრულიად დაფარულია. აქვს კონტრაქტები, რომელიც გასაიდუმლოებულია. ამიტომაც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ერთადერთი რაც მათ ევალებოდათ, ეს ფინანსების დეკლარაცია იყო. მაგრამ მაშინ ყველა დაინახავდა, რომ მთელი ამ რადიკალიზმის უკან კარგად გაწერილი დავალებები იყო. ამიტომაც ეს კანონი რუსულად დაბრენდეს და ძალადობრივი აქციები მოაწყვეს. გერმანულ პრესაში გახმაურებულმა სკანდალმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენიტეტს. როგორ შეიძლება გარე ძალებმა უცხოური ფულით არასამთავრობოების მეშვეობით გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესზე და დააზიანონ ქვეყნის ინტერესები. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიერ შემუშავებული ანტიევროპული პოლიტიკა 10 წლეულებია არსებობს. მისი დანერგვა და მზადება განხორციელებისთვის ნელ-ნელა ხდებოდა. ამისთვის საჭირო იყო ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში შეღწევა და ბიუროკრატიის აგენტოკრატიად ქცევა. ასევე საჭირო იყო პოლიტიკური ელიტების მარიონეტად ქცევა. დღეს ეს პროცესი პრაქტიკულად შემდგარია და შედეგიც დგება. ისეთი ქვეყნები, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ორიენტირებული არიან არა საკუთარ ეკონომიკებსა და საზოგადოებაზე, არამედ ომზე, LGBT პოლიტიკასა და საკუთარი საზოგადოების მართვად მასად ტრანსფორმირებაზე. შედეგი კი ის არის, რომ ევროპა ყოფილი ევროპა გახდა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.